ძირითადად მოგიყვანეთ მზია ამაღლობელის საქმეზე სასაუბროთ, მე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ამ წუთებში მიმდინარეობს დასკვეთის ხდომა მიმდინარეობს და არ ვიცით დღეს იქნება განაჩენი შეიძლება იყოს, შეიძლება არც იყოს დღეს, ვიცით რომ მუხლი აქვს რაღაც 4-დან 7 წლამდე წარდგენილი და ვილაპარაკეთ მე და დათომ ხა ჩვენ გადმოსახე და რატო არის უსამართლო ეს მუხლი, მაგრამ თქვენ ხა მოსამართლე იყავით იურისტი ბრძანდებით და უფრო კვალიფიცირებად რომ აუხსნათ ჩვენს მაყურებლებს და რადიო მსმენელებს. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისათვის, მივესალმები მაყურებელს. თავდაპირველად რა თქმა უნდა ითქვას, რომ საერთოდ ნონსენსია, როდესაც მზია ამაღლობელი საქმეს განეხილავს სისხლის სამართლებრივი წესით სასამართლო თან იმ მუხლით, რომელიც გულისხმობს პოლიციელზე თავდასხმას, როგორც ასეთი სილის გაწნისთვის თან ქალბატონის მხრიდან სილის გაწვნა ვერანაირად ვერ იქნება მიჩნეული და ამაზეც მრავალჯერ ითქვა, რომ ეს არ წარმოადგენს იმ ინტენსივობის მოქმედებას, არც ისეთი ზიანის და ტკივილის მიმყენებელს, რომელიც შეიძლება შეფასდეს თავდასხმად პოლიციელზე. მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ თავდასხმად შეფასდეს, ხო და ამიტომ ამბობს დგებუაზე მეტკინა. ხო, არა, ვერ ასაბუთებს მაგას, რომ მეტკინაო, იმიტომ რომ შემდეგ ეს დადასტურდა ბევრჯერ ექსპერტის დასკვნით, თქვათ იქ ექსპერტმა განიხილა აბსოლუტურად ყველა შესაძლებლობა, მათ შორის სიწითლესთან დაკავშირებული საკითხები, შეიძლება თუ არა იყოს იმ ასე ვთქვათ ინტენსივობის ტკივილის მიმყენებელი, რომ ეს შეფასდეს თავდასხმად. გარდა ამისა, ჩვენ ვიცით, რომ არსებობს ასევე უზენაეს სასამართლოს პრაქტიკაც, შესაძლოა ეს განიხილეთ კიდევაც ამ გადაცემაში. არა, ჩვენ სამართლებრივ თემას უზენაეს სასამართლოს პრაქტიკას, რომელმაც უფრო მძიმე შემთხვევაც კი არ განიხილა პოლიციელზე თავდასხმად. ანუ იმისათვის რომ ყოფილა ასეთი საქმე, ხო? და ანუ ზუსტად სილის გაწვნა არ იყო, იქ უფრო მძიმე შემთხვევაც იყო, მაგრამ ამ მუხლით პოლიციელზე თავდასხმად ეს არ იქნა განხილული და როდესაც აი ასეთ სუბუქმედებაზეა საკითხი, რომელიც შეეხება სილის გაწვნას, თან ჩვენ ხო ვიცით წინარე პირობები რისი თანამდევი მომენტი იყო ეს სილის გაწვნა, ხო? ეს იყო პროტესტი ქალბატონი მზიას მხრიდან იმ შეურაცხყოფაზე, რომელსაც აყენებდა ეს ადამიანი, ხო? ფაქტობრივად ეს პოლიციელსაც ვერ დავარქმევთ ჩვენ ამ ადამიანს, ჩემის აზრით, იმიტომ რომ პოლიციელის მოვალეობა პირიქით თვითონ იყოს სმარტ-წესრიგის დამცველი და არა ის რომ პირიქით ხდებოდეს და შეურაცხყოფას აყენებდეს დაკავებულ ადამიანს და ჩვენ ვიცით რომ შეურაცხყოფა ისეთი ინტენსივობის იყო და ისეთი ძალადობის გამოვლინება ხდებოდა ამ პოლიციელის მხრიდან რომ ფაქტობრივად ქალბატონი მზია იცავდა თავს ამ პოლიციელის ძალადობისაგან და წესი თვითონ უნდა იყოს ცნობილი ეს ინტენსივობის შეურაცხყოფას რაზეც საუბრობთ ხო იქ რაღაც შეფურთხებაზე, გინებაზე ასე შემდეგ ეს იყო უკვე მერე სილის გაწვის მერე როცა დააკავეს ანუ ეს ქრონოლოგიურად რომ მიუყვეთ ანუ სილის გაწვისგან გამწარებული დგებუაძე ჯერ აგინებდა მას ეს უკვე ვიდეოშიც ისმის რომ რაღაცა იგინება ჯერთ დაიგინა რომ ამას სისხლით გაუშვეს ხო პოლიციელო დაიგინება რომ სისხლით გაუშვეს იქ გადაწყვიტა ეს და მერე მოხდა ეს ამბავი ხო შეფურთხება წყალს არ ტუალეტში არ და ასე შემდეგ ანუ ეს მძიმე შეურაცხყოფა მერე მოხდა და მაგაზე ვამბობ თვითონ ხო მაგრამ სილის გაწვნამდე არის ცნობილი ამ შემთხვევაში სილის გაწვნამდეც დაკავებული იყო მზია ხო პირველ ჯერზეც დააკავეთ ადმინისტრაციული და იქ ახლა რა მოხდა რა შელაპარაკება მოხდა უკვე რა როგორ სიტყვიერი შეურაცხყოფა როგორი მიაყენა და ასე შემდეგ ან რა უსამართლობას წააწყდა მზია ეგ კიდევ სხვა საკითხია და ამაზე იყო მისი რეაქცია საბოლოო ჯამში ხო ხა იმიტომ რომ დაიწყეს ახლა ხელისუფლების მომხრეებმა რომ ეგ რო ამბობ შეაფურთხა რაღაცა მე იყო სილის გაწვნა გავსიგებ რომ მე იყო ხო მაგრამ ეს ამართლებს ახლა დგებუაძის აქციას ანუ სამართლებრივი შემადგენლობა ქმედების არის მთავარი ანუ ის რომ თქვათ რა იყო მანამდე ერთი რო სამართალდარღვევა ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული და უნდა დაეკავებინათ თუ არა, მე რომ სისხლის სამართლებრივი წესით დააკავეს. ანუ აქ არის მთავარი, რომ შეიძლება თუ არა იმას, რასაც ედავებიან ქალბატონ მზიას, ანუ
ეს სილის გაწვნა მივიჩნიოთ იმ სისხლისამართლებრივი მუხლის შემადგენლობას. რატომ გააწნა სილა ეს კიდევ სხვა თემა, იმიტომ კიდევ ერთხელ მანამ მისი პირველი დაკავებაც იყო უსამართლობა. უსამართლობისგან მარტო ეხა ზია თვითონ ამბობს რომ მე კი იმის გამო კი არ მივიდა რომ აქციაში იღებდა მონაწილეობას აქციაში არ მონაწილეობდა ზია მაღლობელი ეს რომ ვთქვათ გასაგებად მან უბრალოდ ტელევიზორში ნახა რომ მისი მეგობრები და ასე შემდეგ რომელიც აქციაში მონაწილეობდნენ დაიწყეს მათი დაკავება უსამართლობას რომ დაინახა გავიდა და შეუერთდა და ანუ ამ უსამართლობისგან იქ ასე ვთქვათ თვითონაც ადგა და რაღაცა სტიკერი ხო და ამის გამო ადგნენ და რომელიც არ არის ხა არაფერის ისეთი დარღვევა რომ დააკავო ხო რომ დააკავო ასეთი დარღვევა არ არის ანუ ეს კიდე უსამართლობა ჩაიდინეს ისის მიაყოლეს და დაიჭირეს მე რომ ამბავი რო ატყდა რომ ჟურნალისტი დაიჭირეს და რომ გაიგეს თვითონ არ იცოდნენ სავარაუდოდ როგორ ჩანს რომ ვინ იყო მზია ადგეს და გამოუშვნენ და მე უკვე გარეთ ყოფი მზია უკვე ითხოვდა რომ სხვაებიც გამოუშვდა ასე ანუ თავის მეგობრები და მოსავალ ეს იქ ახლა ლაპარაკის დროს რა უთხრა დგებუაძემ ამარა უპასუხა ფაქტია რომ ის არ უსმენს თუ რაღაცა მიტრიალდება ამ ზურგში აქცევ შეიძლება აი ესეც დამატებითი ის იყო რა ქვია შეურაცხყოფა ხო ეხლა რო არ გისმენს რა ზურგს მოგაქცევს ადამიანი ეს ჩანს ვიდეოში მოატარიალებს და მე ესე იმაშურა ანუ რა მიიყვანა აქამდე მზია ეს კიდე ალბათ თვითონაც ილაპარაკებს ხო ამ პროცესზე მაგრამ ის რომ ის მერე მოხდა შეფურთხება წამება და ეს ხო ეს რამენაირად გებუაძეს ამართლებს რომ მერე მოხდა ანუ ეგ ხო ცალკე დანაშაულია შეუძლებელია ეგ საკითხი ხო არც დგას სწორედ იმას ვამბობ ჩვენ რომ ქალბატონი მზია არცნეს ასეთ შემთხვევაში იმ კონკრეტული პირის მიმართ არ დაწყებულა გამოძიება ამ დროს უნდა იქნეს მის მიმართაც გამოძიება დაწყებული იმიტომ რომ ის როგორც დიახ ეს დგებუაძე როგორც პოლიციელმა გადაამეტა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას და ასე რა თქმა უნდა არ უნდა მოქცეულიყო. ანუ ამ შემთხვევაში ქალბატონი მზია არის თავად ამ სისტემის მსხვერპლი, რაც არსად არ ამბობს ამას და ქალბატონი მაია მწარიაშვილი ადვოკატი დღეს როგორც გაჟღერდა ამბობს რომ ქალბატონი მზია საერთოდ საქმის გამომძიებლებსაც კი არ უნახიაო სხვათა შორის ეს დღეს გავიგე რომ საქმის ვინც იძიებდა იმ გამომძიებლებიც კი არ შეხვედრიანო ქალბატონ მზიას არც ზედამხედველი პროკურორები ხო ანუ ისე ასე ვთქვათ ისე ადგენდნენ ამ ფაქტებს და აწყობდნენ ერთმანეთზე თავის შეხედულებით რომ რეალურად შეუძლებელი ამ დროს არ შეხვდეს სამართალდამხმარებლ საქმის გამომძიებელი. შეიძლება პროკურორი ვერ შეხვდეთ, თქვა ზედამხედველი პროკურორი, მაგრამ საქმის გამომძიებელი შეუძლებელია რომ არ შეხვდა. აი ეხა ეს იყო საოცარი სიახლე ნამდვილად, რაც დღეს ჩვენ გავიგეთ. რითი შეიძლება ეს ამბავი დამთავრდეს? ანუ თქვენი აზრით აი რა უფრო მოსალოდნელია რა განაჩენია აი ამ ვითარებაში? სისტემის პირობებში თუ სამართლიანი სასამართლოს პირობებში? აი ორივე სამართლიანი. მე მივუდგები სამართლიანი სასამართლოს პირობებში როგორ უნდა იყოს და მე ამასთან საპირწონედ გამოჩნდება როგორ მუშაობს სისტემა. სისტემა რომ ადამიანის ბედს არაფრად აგვიდევს და ეს მართლმსაჯულების სისტემა რაც გვაქვს ამას ჩვენ ვხედავთ, იმიტომ რომ ამდენი ხანი მგონი 8 თვეა თითქმის ხო 7 თვეა რაც ქალბატონი მზია იანვარში დააკავეს და იქედან მოყოლებული დღემდე და სრულიად უკანონო პატიმარია ქართული ოცნების. აი სრულიად უკანონო და ეს ითქვა არაერთხელ, ეს ითქვა არამხოლოდ ჩვენ შიგნით თქვათ საზოგადოებრივობის მხრიდან, სხვა ჟურნალისტების მხრიდან, არასამთავრობოების მხრიდან, არამედ ამას გვეუბნება ჩვენ საერთაშორისო ორგანიზაციები, ჟურნალისტთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია, იქამდე ევროპარლამენტის რეზოლუციაში იქნა ამაზე ჩაწერილი, რომ ქალბატონი მზია აუცილებლად უნდა იქნეს გამოშვებული. ანუ იქამდე ითქვა, რომ მას ჯანმრთელობის მდგომარეობა დაუზიანდა ის მხედველობასთან დაკავშირებით და ვთქვათ, მისი ადვოკატები ითხოვენ შუამდგომლობით, რომ ხელმეორედ კიდევ ერთხელ გადამოწმდეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მაგრამ ამას სისტემა დღემდე არ არის ეს ხელმეორე შუამდგომლობა ჯერ დაკმაყოფილებული. ანუ ქალბატონი მზია არის უკანონო პატიმარი. ამითი ყველაფერია ნათქვამი და ის ყველა შემთხვევაში ექვემდებარება განთავისუფლებას სამართლიანი სასამართლოს პირობებში. ეხლა ვიღაცა მეტყვის კი სამართლიანი სასამართლოს პირობებში, ეს რა თქმა უნდა ასე უნდა იყოს, მაგრამ ჩვენ თუ ამ სტანდარტიდან გამოვალთ, როგორი იქნებოდა სამართლიანი სასამართლოს პირობებში, ის უნდა იყოს გარეთ და უნდა იყოს თავისუფალი, რა თქმა უნდა, ახლა კი არა
ბევრჯერ, მათ შორის, როდესაც შუამდგომლობებით გებოდა წინასწარი პატიმრობის შეცვლის შესახებ, რომ აი წინასწარი აღკვეთის ღონისძიება, როგორც წინასწარი პატიმრობა შეცვლილიყო. იმიტომ რომ მას არ ჩაუდენია სისხლის სამართლებრივი დანაშაული. ამ შეიძლება ეს იყოს მხოლოდ ადმინისტრაციული დანაშაული, თუ ვისაუბრეთ დანაშაულზე. დარღვევაზე. ნახეთ, ჩვენ ამას ვერ შევაფასებთ დანაშაულად. ეს არ არის დანაშაულებრივი ქმედების შემადგენლობა. ეს არის ახლა დღეს მთავარი, რომ ქალბატონი მზია, რისთვისაც არის ახლა და სასამართლოს წინაშე წარსდგა, იქ რა თქმა უნდა სისტემას, როდესაც აღვნიშნოთ, მე არ გულისხმობ სასამართლო ხელისუფლების სისტემას, მე გულისხმობ მთლიანად ქართული ოცნების ხელისუფლების სისტემას, იმიტომ რომ ეს მოქმედებს ერთობლიობაში, იქ ხო ჩართულია სასამართლო, ჩართულია პროკურატურა, ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოები, ანუ ბევრი უწყება, მათ შორის სახელისუფლებო ჟურნალისტიკა და მედიები, ხო? აქ მარტო იმაზე ხო არ არის საუბარი, რომ რაღაცა მოსამართლე როგორ იქნება. მოსამართლე რო დაკვეთას ასრულებს, ეს ჩვენ კარგახანია ვიცით და არა მხოლოდ ეს მოსამართლე, თქვა, სხვა მოსამართლეები სხვა საქმეებში. აქ არის მთავარი, თუ კი სამართლებრივად შევხედავთ, რომ ქალბატონ მზიას არ ჩაუდენია სისხლის სამართლებრივად დანაშაულებრივი ქმედება და ამას ქართული ოცნებაც ხედავს. შეუძლებელია, აი დღეს ახლა მაგალითად რო გამოდის კობახიძე და რომ ამბობს, რომ ძნელიაო სამართალდამცავი ორგანოების ამოცნობაო და თუ კი ვინმემ გადაცდომა ჩაიდინა, აუცილებლად უნდა დაისაჯოსო. ჩვენ ამას ჯერ კიდევ როდის ვამბობდით, რომ სამართალდამცავ ორგანოს უნდა ქონდეს ამოსაცნობი ნიშნები, რომ იდენტიფიცირებული იყოს. მაგრამ მაშინ ხო არავინ ასე ვთქვათ, არ გვეთანხმებოდა ამაზე და სამართალდამცავ ორგანოებს იცავდა სისტემა. ამიტომ ჩვენ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ხვალ მზიამაღლობელზეც თქვან, რომ არასწორი იყო ესა, ამ ქმედებისათვის არ შეიძლებოდა, რომ მის მიმართ ყოფილიყო სისხლის სამართლებრივად და რა იქნებოდა სამართლებრივი ქმედება თქვენი აზრით? რა იქნებოდა, ამაზე აღწევს სხვადასხვა. ხო ხვდებით როგორ უყურებენ ახლა ამ საკითხს და სულ ამ კომპიუტერს ამასწრებს, ახლა პოლიციელს ხელი გაარტყა და აბა ახლა ხო მაგრამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშიც გვაქვს ჩვენ, როდესაც არის პოლიციელზე ან მასთან გათანაბრებულ პირზე შეურაცხმყოფელი ქმედება, თუ კი ასეთაც მიიჩნევდა, ვთქვათ, მაგრამ შეურაცხყოფა არის სუბიექტური მომენტი. შეიძლება პირმა მიიჩნიოს და შეიძლება არა. სხვათა შორის თავად გებუაძეს, აი რომ და ვკითხულობთ ხოლმე რაღაცებს მონაცემებს, თავად გებუაძეს აქვს თურმე ნათქვამი, უთქვია, რომ მეო კი არაო, მაგრამო აი შუამდგომლობა რო დგებოდა, რომ შეცვლილიყო აღკვეთის ღონისძიება პატიმრობის ნაცვლად, სხვა უფრო მსუბუქი ყოფილიყო, რომ მეო კი არა მაქვს შიშიო, რომ რაღაცა ჩემს მიმართო იქნებაო, მაგრამო შეიძლება სხვა პოლიციელებს მიაყენოსო. ანუ სუბიექტ ამითი რა კი აღკვეთის ღონისძიებაზე იყო, მაგრამ ამითი მინდა გაუსვა ხაზი, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს შეურაცხყოფასთან მიმართების სუბიექტურ აღქმას. შეიძლება ვიღაცამ რაღაცა ფაქტი მიიჩნიოს და ქმედება შეურაცხყოფელად და ვიღაცამ არ მიიჩნიოს ასეთად. ამიტომ შესაძლოა საერთოდაც არ დადგეს სხვა განსხვავებულ ვითარებაში, თუ კი პოლიტიკური სარჩული ამას მოსცილდებოდა, არც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ამ პირის მიმართ, იმიტომ რომ აქ ეხლა არის პოლიტიკური სარჩული. ქალბატონი მზია ხო არ არის მარტო მზია ამაღლობელის სისხლის სამართლებრივი საქმე, ხო? აქ ხო პოლიტიკური სარჩული აქვს. სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს, რომ სხვამაც არ გაბედოს რაღაც ასეთი. არა მხოლოდ სხვამ, ანუ მთლიანად მედია, ეს არის საჩვენებელი დასჯა მედიის, ჟურნალისტიკის ჩვეულებრივი თავისუფალი მოქალაქეების წინააღმდეგ, რომ სისტემას შეუძლია ნებისმიერი ფაქტი აქციოს სისხლის სამართლებრივად დასჯა ქმედებას და ამათ ჩვენ მარტო ქალბატონი მზიას საქმეში ხო არ ვხედავთ, არა? უამრავი პოლიტიკური პატიმრის საქმეა, სინდისის პატიმრების საქმეა, სადაც ხდება სწორედ იგივე, ხო? ჩვეულებრივი, აი გამოხატვის თავისუფლებისთვის, აი სინდისის პატიმრები რო ყავს, ხო? გამოხატვის თავისუფლებისთვის ხალხის მიმართ არის სისხლის სამართლებრივი საქმე აღძრული და მიმდინარეობს დღემდე, ხო? ანუ ჩვეულებრივი ადამიანი რო საუბრობს ვთქვათ
პროტესტის ტერიტორიაზე და რაღაცა თემები შეიძლება დაუშვა და განიხილოს სამეგობრო წრეში და ამას რომ ვიღაცა ჩაწეროს და მე ეს გადატრიალება და რაღაცა ორგანიზებული ჯგუფად მოიხსენიოს, რასაც აკეთებენ, ხო? ანუ სისტემა, რომელიცშიც არ არის კანონის უზენაესობა და სამართლის უზენაესობა და რასაც ეხლა ჩვენ ვხედავთ ქართული ოცნების პირობებში, ზუსტად ასე მოქმედებს, იმიტომ რომ ის კანონის უზენაესობა არის სწორედ ჩარჩო, რომელიც ასე ვთქვათ ბოჭავს ხელისუფალს, იქნება ეს პოლიციელი, იქნება ეს პოლიტიკოსი თუ ვინც არ უნდა იყოს რა სისტემა და ჩვენ ხო ვხედავთ რომ ახლა კანონის უზენაესობა და სამართლის უზენაესობა არ მოქმედებს, გამქრალია, მოქმედებს მათთვის, იმიტომ რომ მათთვის თუკი ვინმე ჩაიდენს რამეს მაშინვე შესაბამის მუხლში ჩასვავენ და უფრო მეტიც ჯერ მუხლებს იღებენ და მერე პირებს იჭერენ, ანუ ამით იმისი თქმა მინდა რომ გარდა იმისა რომ ქალბატონი მზიას ქმედებაში არ არის სისხლის სამართლებრივი ქმედების შემადგენლობა ადმინისტრაციული იქნებოდა თუ არა ესეც იქნებოდა კონკრეტული ინდივიდუალური შემთხვევის საკითხი ადმინისტრაციის ზოყოფილიყო რამდენს ითვალისწინებს ხა ეგ მაქსიმუმ არის ჯარიმა და რა თქმა უნდა შედარება არ არის ახლა სისხლის სამართლებრივი და ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს ასევე რომ ადმინისტრაციულში თუნდაც ადმინისტრაციული პატიმრობა ხო მაგრამ ადმინისტრაციული პატიმრობა არ იწვევს ნასამართლობას და ბევრად განსხვავდება რა თქმა უნდა თავისი სიმძიმით და ინტენსივობით სისხლის სამართლებრივი ადმინისტრაციული პატიმრობისაგან ამიტომ აქ ამის შედარება არც ხირს, თუმცა სხვანაირია სტრასბურგის პრაქტიკა, თუ ამას შევხედავთ როგორც თავისუფლების აღკვეთა და ადამიანის თავისუფლების შეზღუდვაც, სტრასბურგმა ერთ-ერთ საქმეში, სომხეთის საქმეში, მაგალითად თქვა, რომ ადმინისტრაციული პატიმრობა რამდენადაც არის თავისუფლების შეზღუდვა, ის თავის ინტენსივობით უტოლდება სისხლის სამართლებრივს და მოითხოვა, რომ უпростоრად არამიზონ შეწონილად მიიჩნია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ადმინისტრაციული პატიმრობების როგორც სახდელის არსებობა და ამაზე თუ კი საინტერესოა ეს მკითხველისთვის მიმდინარეობდა ხოლმე მსჯელობა რომ აი როდესაც ხდებოდა რეფორმაზე საუბარი და ჩვენ ვიცით რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი 1984 წელს არის მიღებული არის კომუნისტების დროს ყველაზე ერთადერთი ძველი კოდექსია რომელიც შემორჩა საბჭოთა კავშირიდან ყველაფერი შეუცვალეთ მაგის ყველა და საჭიროებს აბსოლუტურ რეფორმირებას და ამ რეფორმაზე სულ ყველა ხელისუფალი როდესაც მოდიოდა ხელისუფლებაში თუ არა ბატონ დავითი და მეთანხმება ყველა მსჯელობს ამის შეცვლაზე და იყო ამაზე მსჯელობა რომ ხო არ გადასულიყო თქვათ ისეთი სიმძიმის სამართალდარღვევების სისხლის სამართლის კოდექსში დარქმეოდა ამას მისდი მინორების თავი და პატიმრობა იქ მოქცეულიყო თუმცა ამაზე გარკვეული წინააღმდეგობა არის იმიტომ რომ ადმინისტრაციული პატიმრობა სუბუქად თვლის მაინც დღეს ხალხი იმიტომ რომ ნასამართლობას არ იწვევს და სისხლის სამართლის კოდექსში მაშინ სპეციალური დათქმები იქნებოდა საჭირო და აი ეს კანონმდებელი რას იზავს? ეხლა დაუშვათ და ნუ რაც ყველაზე მეტად მოსალოდნელია ხა პოლიტიკური ხელმძღვანელობიდან გამომდინარე გამოიტანეს გამამტყუნებელი განაჩენი და ეს მერე სამართლებრივი მექანიზმები ხდება კიდევ შემდგომი გასაჩივრების აი სტრასბურგის ჩათვლით ანუ სააპელაციოში აუცილებლად ანუ ეს პირველი ინსტანციის ჩვეულებრივად მიმდინარეობს სამივე ინსტანცია სააპელაციო სასამართლო და ქუთაისში იქნება ამ შემთხვევაში იმიტომ რომ დასავლეთ საქართველოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლო და მერე უზენაესი და სტრასბურგში თქვენ იცით ხო აი სტრასბურგზე აუცილებლად უნდა ვთქვათ რომ შეტანილი არის სტრასბურგში არა საბოლოო განაჩენთან არამედ მის დაკავებასთან და უფლების შეზღუდვის სხვადასხვა უფლებრივ კომპონენტებთან მიმართებით თქვენ იცით რომ საიამ შეიტანა საია აწარმოებს ახლა ამ საქმეს სტრასბურგმა მიიღო და მოწერა კიდევაც ქართულ მხარეს რომ ეს შეიძლება აყვანილი იქნეს ასე ვთქვათ პრიორიტეტულ და განმსაზღვრელ საქმედ და გარკვეული კითხვებიც გამოაგზავნა სხვათა შორის აქ ძალიან მნიშვნელოვანია რომ რამდენიმე მუხლით არის საიას მიერ წარდგენილი ეს საქმე და ყველა მუხთან მიმართებით დასაშვება ცნო და არსებით განხილვაზე გაუშვა. ასაკებია. მადლობა დიდი გადაცემაში თუმრობისთვის მაია კობალეიშვილი, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე.